ეს ხიდები იწევა მეგობრებო, როგორ არის აწეული, ხა ესეც 300 აწევს. და სხვათა შორის, აი აქ ვიყავი, შესული ჯარიმა მომივიდა მეთქი მეელზე, რომ ხარით, აი ხლა. მოიცა რომელი ქუჩა იყო, ან ეს იყო, ან ამის შემდეგი იყო, მე ხა პირდაპირ მივდივარ, მაგრამ მან არ შეიძლებოდა შესაძლოა გამივლია და მომივიდა ჯარიმა. აი ეს ქუჩა იყო, მაგი და ეს ზნაკი რო ვუდგოთ, ეხლა აქ მაჩნესი არ იყო ეს ზნაკი. აი აქ გავიარე, მოკლედ დაცლა იყო, აი მანდვე იყო რა. ხო და სახში მომივიდა ჯარიმა მეილით. მაგრამ ეგ არაფერი. აი ესე სიტუაციაც ახლა მეგობრებო, ნახე აგერ კი ხატავს წითელი იმას და გზა გადაკეტილია და მაინც ესე წამოვედი, იმიტომ რომ იქ სოფლებში ცოტა ისეთი სიტუაციაა, რა შეიძლება იქაც არ შეიძლებოდეს პატარა მანქანას არ გავყევი და დიდი მანქანას ეხა აქით მოვყავარ არა და ესე არ არის აქ. საერთოდ გადაუცხრიათ აქ სისასვლელი და რა თქმა უნდა ახალი მარშრუტი. მაგრამ ეგერ 2 კილომეტრში დავტრიალდები ეხა. ესე უნდა შევსულიყავი, მაგრამ ვერ შევედი და დავტრიალდები ეხა იქიდან და წამოვალ უკან და მე ისე გადავალ და ესე გავძვრები ამ ხიდის ქვეშ მოკლედ. მაგრამ ესე წინასწარ მქონდა ნახე ესე სურპრიზად არ დამხვდა. ეხლა უბრალოდ არჩევანი აქეთ გავაკეთე მაინც, იმიტომ რომ აქ 2 კილომეტრი გავიარო მირჩევნი, ეხლა კიდე სოფლებში მით უმეტეს აქ ისეთი ჯარიმის ზონაა, ასე რომ ვთქვათ რა. მაგითაც ვარ ეხლა ნამყოფი, აქ თითქმის ყველგან ვარ ეხლა ამ ტერიტორიაზე ნამყოფი. კონკრეტულად ეხლა ეგ გზა არ მახსოვს, მაგრამ იქ რა ესეთ ნაპირს უნდა გამოუყვერა და იქ იყო დაჟე ესეთი ადგილი, რომ ესეთ ნაპირს რომ მოუყვები, 2 მანქანა ერთმანეთს გვერდს ფერულის, ისე წაგიყვანს ეხლა ეს. ამიტომ გეუბნებით მაგას არენდოთ, თუმცა არც ამას არენდოთ, თქვენს გამოცდილებას და ზნაკებს ენდეთ ხოლმე. Поверните налево. ველოსიპედები მეგობრებო, აი ხა ეგერ მოდის. ძალიან ცუდად ვიყოთ ველოსიპედებთან, აი ეგერ შეუხვია ხა თუ არა და მოდიოდა ეგერ. თან აქ ესენი რომ დადიან ზოგადად ფეხით მოსიარულეს და ისინი ხო არ გონია რომ შემოგხედავენ, ამათმა ყველა მიციან რომ შენ უნდა დაუთმო. და ეს მოხუცი ამ ვიღაცა გადმოდის, არც კი იყურება შენს კი. იმას არც კი ფიქრობს, ან უბრალოდ ინსტინქტურად თქვევით რომ იქ ხმოვანი შუქნიშნებია კიდე და რომ გადმოვლენ, მოკლედ და იმას იზავენ, შუქნიშანი შეიძლება ტელეფონში იყოს ვიღაც შემძვრალი და არც კი იყურება საერთოდ აქით. ანუ ის ყველა ვარიანტში დარწმუნებულია რომ შენ მაგას არ გადაული ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომ პატარა შეცდომის უფლება აქ არ გვაქვს ძალიან ყურადღებით. მით უმეტეს ესე ველოსიპედი, სადაც აშკარად არის ხოლმე ეს გადასასვლელები ველოსიპედს, სადაც აშკარად არ არის მანდატს. აი საკმაოდ ეს მოსახვევია, სულ ბოლომდე უნდა გადახვიდეთ, სულ ბოლომდე, თორე თუ თქვენს მინიმუმს და აი ხამან საერთოდ მიხვდა და დამითმო. თუ რაღაცა თქვა ხედავ და რაღაცა პატარას დააკლებთ, არის ხოლმე მოსახვევები, აი ესე ხო შემიძლია თქვა წამოვიდე, ხო, აი ესე ხო შემიძლია ზოლზე. თუ ცოტას გადმოვალ აქეთ, მე შეიძლება მისაბმელი აღარ შემოყვეთ. ამიტომ აი აქაც ველოსიპედები ვერ გაიგებთ. ეგერ მიდის ახლა ველოსიპედი ერთი მაგალითად. მე ის გადავიდა ის მანქანა, ხედავთ ეგრე არ წირდება სამი პაუერნიკი ჩავრთე, იმას გადაწყვეტილება მიღებული ქონდა უკვე, აი ეს რენაულტია თუ რაღაცა არის. არ წირდება, აქაურებმა იციან ყველაფერი ძალიან კარგად.
ესეთ არხის გვერდზე ვიდექით, მაშინ როგორც გითხარით აგერ. ამაზე დიდი, ანუ ერთი ესეთი ახტა იდგა მანდ. და ერთი ამაზე დიდი იყო. მოდიან ჯიგრებით, ეს გემები მევასება მაგრად რა. სილებს დაათრევენ რაღაც ხრეჭს და რაღაცებს და უკან მანქანები ყავთ ხოლმე. ხა მაგისი მანქანაა ის რაც უდევს. აგერ კიდე მეორე. რაც კაია, კაია. რაც არ ვარგა, რა უქნათ, ყველაფერი კარგი ვერ იქნება ყოველთვის. Через 600 метров сверните на съезд направо. Сверните на съезд направо. ეგრე სადაც მე ვიყავი, ხა მოვედი ისევ აქ მეორე მხრიდან და დავტრიალდები. სარიელი სიარული კაია. ტვირთზე რო არ გაქვს აფიქრალი რომ არ იქა და არ გადაწვეს და არ დაწვეს და რაღაცე. ტვირთს თქვენ ვერ დააწვენ ზამ და მოინდომოთ ეგ რო გააკეთოთ, მაგრამ აი მეგობრო ნახეთ როგორი მანქანაა ტაქსი შეხედეთ. აი გაივლეთ ახლა ნახეთ. ეს არის ინდიაში მე-7 სერიის S კლასის კონკურენტი ელექტრომობილებში, ანუ მე-7 სერია ხო არის ელექტრო. აი 7 ხო არის, აი მაგის კონკურენტია და ბატონო ტაქსია მე-7 სერია S კლასი. რას არ ნახავთ ბელგია, საფრანგეთში, ჰოლანდიაში ტაქსებს. ბატონო ტაქსი ამნაირად არ ტაქსავებით რა მიყოს. ამის უკანასაბურავებიც უხობს, თუ მოუხობს აბა. ეს ტაქსია და ეხა იაფიანი კომპლექტაცია. ამან არ მოუხვია. ზოგან ძალიან მინგრეულია ხოლმე ბელგიაში გზა, ძალიან მინგრეულია ხოლმე, აგერ ამ ხლა რაღაცას გადმო. ეს არის ხიდები, ეგ არის ხიდები, გემის ხიდები. ეხა იმან წყალს დააგროვებენ, ამ დონეს აწევენ, იმას დაიფორსოთ, იქ დაწევენ დონეს. და მე მოვდივარ სადღაც ეხლა აქ. Через 400 метров поверните направо. Поверните направо. Затем продолжайте движение прямо. ისე ველოსიპედები სულ ყურადღებით, განსაკუთრებით ესეთ ზონებში. Продолжайте движение прямо. Затем поверните და направо. ჩვენი დატვირთვა სადღაც რაღაც აქ არის, მოკლედ რომელიღაცა არის, ხახიდან დავძებნი რა. Поверните направо. Затем поверните налево. Поверните налево. Затем ваше место назначения будет слева. ანუ პირდაპირ შესვლა არ შეიძლებაო. ესე იგი მე უნდა გავიდე აქ და რაც არის ზნაკი. მაგრამ აქ საწავიდე, არ ვიცი აქ რა ხდება. ეს კომპანიაა, ხო, ჩემი კომპანია. მაგაზინ Ваше 15. место მაგაზინ თუ назначения რაც არის. находится слева. აი აქ არის ჩემი ეს არის, არა, ჩემი ეს არის და აგერ ლოჯისტიკა რა წერია მეგობრებო. ტრაილერიც ახატია და არ ჩანს, მაგრამ ტრაილერზევით ლოჯისტიკა ხატია რა. ასე რომ მე სად გავჩერდე ეხლა და მოდი მე ამას მივაჩერებ ესეც სერად, არა უკან მანქანა მომადგა. ამიტომ რა ვიცი სად გავჩერდე აქ და პარკინგი არ გავხდა. არა ესე დავტრიალდები და აგერ მივაჩერებ რაც. კაი. всё. ეგერ შესვენებაზე არიან გამოსულები. კაი, 7 გარემო აქვს ზოგს მართლა რა, ესე ჩანს და ეხა სინამდვილეში არ ვიცი რა.
კაი, всё, ეგ არის. Rampa fold. მოკლედ ეგეთი ტელეფონი იყო შესასვლელში. უნდა დაგერეკა და ის გოგო გამოვიდა და მეოთხე რამპა ვაგერა, მეოთხე რამპა. და დავაყენებ ახლა მეოთხე რამპაზე და კარს ბარემ გავაყენებ. ხო, კარს გავაყენებ. აი ნახეთ, ახლა ამ რამპებს სამხარესაა ყვითელი ზოლები მარტო თუ ჩანს. და უკვე კაია, მაგრამ პირდაპირ დასამიზნებელი იყოს და სამხარეს მაინც არ ქონდეს ზოლი. ცოტა ისეთია და სამხარეს ზოლი უკვე კაია, მაგრამ ისედაც დავამიზნეთ ხა ყველანი, მაგრამ ხანდახან ორი ზოლია ხოლმე. და ასევე აქ არის ცოტა ესე დაღმართივი ჩასასვლელი და ამას გემნეს იღებდა მეგონა არ იღებდა. აი როგორ გაჩერდა, ხედავთ პირდაპირ. ხა პირდაპირ მივალთ და ეგ არის. აი რა დამდეს მეგონა, სამი პალეტი. პაგრიშებია მე მგონი აქ. საწყობია რაღაც, რა ვიცი, მისაბნელზე. ახლა ესე ავდივართ ხოლმე, მოკლედ კიბე არის და ქაულებრივად ავა. ეხლა მე ამას მაინც გავუდეთ ამას. იმიტომ რომ ესე ცოტას მივაწვევი კიდევ და მაგრამ მოსახოში ეხლა მაინც ისე უნდა წავიდე რა, არაფერი კი არ მოუღვა, მაგრამ ო არაფერი არ მოუღვა, გაიწავეთ. აქედანაც წავედით მოკლედ. ჩვენიერი კაი ორგანიზაცია იყო, თავის კაი თანამშრომლებით, გარემოცი და მიდგომით და ყველაფრით მოკლედ უცებას დაიტვირთეს, დამტვირთეს ცემერიც ეგრევე მომცეს. კაია, ეგეთი ორგანიზაციები ბევრია და კაია. მე კი წავედი შემდეგ დატვირთვაზე, მაგრამ აი ამ პრინციპებმა მოკლედ ამის ყალა გული, ამათი საბურავების აწევამ რა და ზოგზე სულ ეწევა ხოლმე და არ მიყვარს ეს ორი საბურავის სიარულო. აი გემები დგანან ლიფტზე, ხედავთ? ისინი ყველა ლიფტში დგანან ახლა. ამის იქ დაბალი დონე არის წყლის და წამოწიეს. ასწორებს. ეს დანგრეული გზა რო არ იყოს, ბეტონიანი გზა, უბრალოდ დანგრეული არა. აი, მოკლედ წავედი. მეგობრებო, წინა ვიდეოში გაჩვენეთ ცუდი დაცლა, ასე რომ ვთქვათ, ანუ ეგ არ იყო კაი დაცლები, ეგ იყო ცუდი დაცლები. ჩემ შემთხვევაში ძალიან ცუდი დაცლები იყო, იმიტომ რომ არ მაქვს ხოლმე ეგრე. ეხლა გაჩვენეთ დატვირთვები როგორ ხდება, ვთქვათ. მაშინ ხო მარტო დაცლები იყო, ეხლა მარტო დატვირთვები ვნახოთ, იმიტომ რომ ხა ვიტვირთები და უკან კაკრას იმ რეისიდან
პერეცები გამიკეთეს, სარიელი პრეცები მომწეს. და ეხლა ბრუნდები უკან ერთი დატვირთვა აგერ მქონდა 3 პალეტი დამიდეს პაკრიშკები. და ეხლა მეორე დატვირთვა კიდე ოღონდ ჰოლანდიაში მაქვს ეხლა. და მაგალითად ნავიგაციაში რომ ნახოთ, რო გეუბნებოდით, ნახეთ, აი სამხრეთს დააწვევით ქვევით, ოგზორო მარშრუტე. მე აი გორი რაღაცა არის და სპრავკა მარშრუტი და დაგიწევთ, ნახეთ, აგერ ეხლა 13 კილომეტრში ავტობანი ისა ვანზე უნდა ვიარო მაგისტრალზე. მე კილომეტრის მაქვს 13 კილომეტრში ასევე გვირაბი მაქვს 500 მეტრიანი გასავლელი და 19 კილომეტრია ჰოლანდია. 19 კილომეტრია ჰოლანდია და ბარემ ეხლა გაჩვენებთ ევროვინეტკა როგორ ვიყიდოთ. ოღონდ მაგის ვიდეო გადაღებული, მაგრამ მოდი იმ გადაღებული ვიდეოს კაც იგივეა, რა ჩვეულებრივად, ოღონდ იმას ვთქვა, ევროვინეტკა თქვენ მეგობრებო არ დაგჭირდებათ, ევროვინეტკა არის გზის გადასახდელი, ახლა ამ შემთხვევაში ჩვენი ეს აქციული ბოქსი, რომელიც აი ეს და აი ეს მაგას ემსახურება და ასევე გერმანიაში ეს ველმანქანებს, მაგრამ თქვენ კომპანიაში მარტო ერთი ბოქსი გექნება და ის იხდის ყველგან, შვეიცარიაშიც, ინგლისშიც და სულ ყველგან მოკლედ. გერმანიაში და ყველგან. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ან სხვა კომპანიაში რო წახვიდეთ, ხო, 4 ქვეყანაში არ არის ხოლმე, არ იხდის ხოლმე ძირითადად. ნუ კიდე ჩეხეთში არის, მაგრამ ჩეხეთს კიდე ცალკე ბოქსი უყენეთ, თუ გინახიათ მანქანის ლაბავიზე ბევრი რაღაცები უყენიათ. ეგ ის არის, რომ ჩეხეთში სხვა არის, ჩემი მეგობარი წავიდა მაგალითად იმაში, იქით საბერძნეთში იქით სხვა იყო. მაგრამ თქვენ შემთხვევაში ერთი ბოქსი გაქვს და ვაფშე არ გაქვს საფიქრალი რა ჯანდაბაა ეს გზის ფული და სად ვიყიდო და როგორ ვიყიდო, მაგრამ ზოგადად რო იცოდეთ, მაინც გაჩვენებთ ეხა იმ კაცს ჩავსვავ და ნახავთ ევროვინეტკა როგორ ვიყიდოთ. ევროვინეტკას ვყიდულობდით, ჩემ შემთხვევაში სადაც ვიმუშავია 4 ქვეყანაში, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, დანია და შვეიცარია. ამ 4 ქვეყანაში მჭირდებოდა ხოლმე ამ გზის გადასახადის ევროვინეტკას ასუძახი, ეს ხდება ონლაინ. თუ სხვა კომპანიაში წახვიდით, თუ ჩვენს კომპანიაში სამხვალ მსგავსი არაფერი, უბრალოდ დაждები და დაждიხარს გზაზე, საერთოდ არ გაქვს საფიქრალი სად რა როგორ ანაერად. მეც პრინციპში ეხა საცობში ვარ და ბარემ წინასწარ ვიყიდი მაგ ევროვინეტკას. ეგ ევროვინეტკა ერთი დღით უნდა იყიდოთ ხოლმე, ან 2 დღით გააჩნია. ან ეხა მე უბრალოდ ჰოლანდიაში შევალ და უნდა გავიდე დღეს. ალბათ 2-3 საათში ჰოლანდიაში აღარც ვიქნები, მაგრამ წინ არის სიჩქარის მაკონტროლებელი შუქნიშანი. სიჩქარის შეზღუდვა 70 კმ/სთ. კაი, გასაგებია. ანუ ერთი დღით გახვალთ, 1 საათი თუ იმითი მნიშვნელობა არ აქვს, ერთ დღესაც ყიდულობ და თუ თქვენ უნდა იყიდოთ ეგ და როგორ მიყვარხარ შეუხერო ეს მეშტე სერია მოგეს. ხო და თუ თქვენ უნდა იყიდოთ მოკლედ და გაგაჩერებენ და არ იყიდით, თქვენ დაგაჯარებენ კომპანია მაგას არ გადაიხდეს, რო იცოდეთ. სხვა კომპანიაში ვიზახი ისე და ისე თქვენთან ეგ არ გეხელათ. რაღაც აქვს საწავეთი. ყვითელიანთი. კაი, მოდი ხა ჩავსვა მაგას. როგორ ვიყიდოთ ევროვინეტკა თუ მივდივართ სხვა კომპანიაში. მოკლედ მეგობრებო, შევდივართ ჩვეულებრივ Google-ის ბრაუზერში. აი ამ საიტზე გადავალთ, რომლის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში ქვევით. და ამოგვიგდებს დღევანდელ თარიღს, ამ დღეს რა თარიღიცაა, მაგ თარიღს ამოგვიგდებს თუ არ და ჩვენ შევცვლით. ერთ დღის შემთხვევაში ერთი დღე ვყიდულობ, თუ 2 დღე უნდა იყოთ ჰოლანდიაში, მაშინ დააყენებთ 27-ს ნახოთ მაგალითად 28-ს და ასე შემდეგ. შემდეგ დავაწვევით პრადოლჟიც. ავირჩევთ ქვეყანას, რომელი ქვეყანაც არის ავტომობილი, ჩემ შემთხვევაში პოლონურია მანქანა და პლს მოვძებნით, პოლონეთს. შევიყვანთ ავტომობილის ნომერს, ერთხელ რომ შევიყვანთ დაიმახსოვრებს და შემდეგ უკვე ავტომატურად დააწვევით. შემდეგ ავირჩევთ ქვევით მოკლედ ამ 4-იანს. ქვევით კი ევრო 6. პრადოლჟიც. მივაბავთ კარტას, პირველად რომ შევიყვანთ, მე დაამახსოვრებინებ და ჩემ შემთხვევაში ახლა სამსახურის ბარათი მაქვს მიმული და სამსახურის ბარათს ავირჩევ. ისევ პრადოლჟით მეგობრებო. და მოვტიჩკავთ ქვევით აი ამ რაღაცას და შევიყვანთ ამ კოდს, რომელიც ყოველთვის სხვადასხვა არის, რა თქმა უნდა. ნუ ასეთ შემთხვევაში ბაის დავაწვევით მეგობრებო. და ევროვინეტკა ნაყიდია. შემდეგ PDF ფაილს დავაწვევით, რომ გაგვიხსნას ეს რაც ვიყიდეთ ის, რომ მე გადავგზავნოთ ჩვენს დისპეჩერს. всё, დავსკრინავთ ამას, გადავგზავნოთ დისპეჩერს, მაგრამ ეს თქვენ არ მოგიწევთ. ეს მხოლოდ ის შემთხვევაში, თუ სხვა სამსახურში წახვალთ. ხო, მე ვიყიდე მოკლედ უცებ და ასევე შეგიძლიათ რა თქმა უნდა ქვეყანაზე რომ გადახვალთ, ქვეყანაში რომ გადახვალთ, იქვე ან აპარატები იქნება, ან ზაპრავკები რო არის, პირველივე ზაპრავკაზე შეხვალთ და ესე პირდაპირ ქეშიდან შეგიძლიათ იყიდოთ რაღაც მომენტში სადღაც რაღაც კომპანიაში, შეიძლება მსგავსიც მოხდეს, არაფერი არაა გამორიცხული, გააჩნია კომპანიას.
აი მე კიდე გავაგრძელე ხა ჰოლანდიისკენ გზა. აი ესეთ გზებს ვერ ხედავს ხოლმე მეგობრებო. ნახეთ ხა მას სადგონია თავი სად არის. იმიტომ რომ ეს დროებითი გზა არის, ხიც მან დაკეთებენ და ესეთი გზები ბევრია ხოლმე რა და ვერ ხედავს ხოლმე მაგას. მაგიტო გჭირდებათ ორი ნავიგაციას და ზოგადად ესე რაღაცების წინასწარ დატყოფნაში ყოფნა ასე რომ ვთქვა, თორე ეს კიდე ხა არაფერი არა, ხიც უბრალოდ გვერდი მოუარე, მაგრამ ხანდახან არის რომ გზა დაკეტილია და აი ისე გადადის და ის საერთოდ ვერ ხანდახან ეს რომ მიდის გონი იმაში ან უდაბნოში ან ზღვაში მიდის გონი ეგეთი შემთხვევებიც არის ხოლმე რა. ბევრი შემთხვევა ასეთი რომ გზას აკეთებენ და მთელს ევროპაში გზას აკეთებენ, განსაკუთრებით გერმანიაში. და არც სხვა ქვეყნები არ უჩივის პრინციპში მაგ დეფიციტს ასე რომ ვთქვათ. და მაგ დროს გჭირდება ცოტა უკვე მერე გამოცდილება, ინსტინქტი, რაღაცა კითხავთან უნდა წახვიდეთ ხოლმე ხანდახან. მოგეს სხვადასხვა სიტუაციებია. მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენა აქ ეხლა რასაც ხედავთ. და გავდივართ მორიგ გვირაბს. ჰოლანდიაში და ბელგიაში, რადგან ეს გადაფრთხილებულია და გორები აქ თითქმის არ არის, გერმანიის მხარეს თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყველა გვირაბი აქ არის მის წყლის ქვეშ, მოკლედ, აგერაც ახლაც წყლის ქვეშ გავდივართ. და ვნახოთ, აბა თუ იქნება სისველი, არ იქნება სისველი, რა თქმა უნდა. თუ იქნება სადმე და რაღაცა შეიძლება ამ ხელაზე დასველებული ისიც აქიდან სხვა თემა, მაგრამ არ არის ხოლმე როგორც ეს. GPS-ის სიგნალი დაიკარგა. უბრალოდ ყველა გვირაბზე ვერ იტყვი რომ აი მშრალია, იმიტომ რომ მინახია ხანდიხან 1000-ში ერთხელ და მაგიტო ვამახვილებ მაგაზე ყურადღებას. სუფთაა გვირაბები ნამდვილად. ზოგი ძალიან მაგრაა გაკეთებული, ზოგი ძველია, მაგრამ სუფთაა, მაგრამ ძველ სტილშია რა. Через 600 метров сверните на съезд направо. უცებ გავჩერდი და ეგ შემიძლია ესე დავიკავო მანქანა, ამით ეხა ტორმოზი რო არ ვარტყა და რაღაცა და გავუშვა და კიდე უკავია და გაუშვებს ახლა. ჩემ შემთხვევაში ეს მაგაშვება, როცა ზევით ამოწყდა. სხვა მანქანაზე ეს არ შემხვედრია რა არის. მარტო ჩემს ამ ვოლოს აქვს მარტო ეგ. სხვა ვოლოებსაც აქვს, მაგრამ ან Mercedes-ი DAF-ი და ეგეთებს არ აქვს. Mercedes-ი DAF-ი, მანი, Scania, Iveco, კიდე რა მიტარებია რა ვიცი. Ford-ი არ მიტარებია და რაღაცა კიდე ერთი მანქანა იყო, Ford-ი არ მიტარებია და Renault, ხო, მაგრამ Renault იგივეა, Volvo იგივე, Renault იგივე Volvo. დიდ მანქანას გულისხმობ. Съезжайте с перекрестка с круговым движением. რა არის Volvo. ეხლა რახან მოვდივარ როიაგერ დაწერა კიდევაც ნიდერლანდები, აი ყოველს აწერია ხოლმე ეს ევროკავშირის ისინი დროშები და გადასასვლელი და თუ რამე და ეხლა რომ მოვდივარ და უკვე რომ ვიცი რომ უნდა გადავიდე, პარკინგიც ხომ მინდა რომ იმას აქვნა. ნახო რა სად არის, სად შევცვალო ეს ქვეყანა და აგერ 1.9 კილომეტრი. ანუ ეხლა მზადყოფნაში ვარ, ვიცი რომ პირველად პარკინგზე უნდა შევიდე. თუ იზნაკი გამოგჩათ, ის ყოველთვის არის ხოლმე, მაგრამ ხანდახან შეიძლება გამოგჩეთ ვერ ნახოთ. მე მაგ ხოლმე ხანდახან შემთხვევა რომ მეჩქარება და ყველა წუთი და წამი დათვლილი მაქვს და ასეთ შემთხვევაში აქვე მივჩერდები ხოლმე ხა როგორც ეს მანქანები არიან. და მან შევცვლი ხოლმე რომ პარკინგზე შესვლას მithumetes ღამე, ხო, შეიძლება მანქანა აპარკინგებდეს ვიღაცა, შეიძლება გადატვირთული იყოს. და აი დროს კარგავ რა ბევრ რაღაცას და ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, რომ იმავშვებით ხოლმე, რა ვიცი, 8 ქვეყანას გავდიდით, ერთხელ მე და ჩემი მეუღლე რომ დავდივით 8-9 ქვეყანას გადიხარ ხოლმე რა და ეხლა 8 ჯერ გააჩერე როგორია, თუ რამდენი დრო წავა მაგაში, ხო? ხო და თითქმის ყველგან არა, მაგრამ ნუ თითქმის ყველგან არის ხოლმე ასეთი მისაჩერებლები რა. და უცებ გაჩერდები შეცვლი წახვალ და უკვე დროს იგებ. ეხლა 7 ჯერ უნდა შეცვალო ქვეყანა, დროს მოიგებ და ეხლა ერთხელ არა, ხო? მაგრამ მე მოდი პრინციპში შევცვლი აგერ, ეხლა კი არ მეჩქარება, მაგრამ აჰა შევცვლი ესენი დგანან მაინც და ეხლა იქ შედი, გამოდი, მაინც ხო ხდები. მე შესვლა ალბათ ბევრჯერ გექნებათ მეგობრებო, ნახე, მაგრამ მოდი კიდე გავიმეოროთ ან. ოკეი, ქვევით, ვადიტელ ერთი ქვევით, კანესტრანი ბელგია, ზევით, ნაჩალო სტრანი, ქვევით და ვიპოვით ნიდერლანდებს მოკლედ. ეხლა ცოტა კიდე რო წავსულიყავ, ეს ავტომატურად მიპოვიდა, მაგრამ რახან იქ არ მივედი ახლოს, ამიტომ მოსაძებნი გამიხდა.
იმიტომ რომ ეს მაგისი არის, ამას დაუყენეს ახალდახურავს და GPS-ით ხვდება ეს მაიმუნი ესა. სადა ვარდო. აი, წავიდეთ. აი გამოდიან მანქანები, მე ვჩქარდები, გამატარებენ, ვერ გამატარებს. ეხლა მაგრამ უნდა გამატაროს, ხო? ამიტომ რა სხვა გზა მაქვს, მოდი გავთიშავე ხავარი, პავარდნიკს, რომ საერთოდ შეცდომაში არ შევიყვანო ესენი და იქ რაღაც არეულობა არ მოხდეს და. ვითომ დროის მოგების მისის გავაჩერე, ახლა კი ველოდები ახლა ამათ აქ. არა უშავს. აჰა, სილე ახლა გავიდეთ შიდათ. არსად არ გვეჩქარება ბოლო-ბოლო ამისთვის ტენდი გაუჭრიათ ეგ. ეს მაგიტო იძახს რომ ეხა გადავდივარ უკვე. აი ეხა უკვე აი რა დავიძარე არაფერი ხო, მაგრამ ეხა ამას უკვე დამახსოვრა ეს უკვე ნიდერლანდებზე გადავიდა. ადრე მკითხა ერთმა ეს კი მაგრამ ბელგია რო ბ არიო და საფრანგეთი რო ფ არიო ამაზე ეგ როგორ საიდან იმახსოვრებო მაგდენსო და საიდან ანუ ეხა ბევრ ქვეყანაში კი გვიწევს სიარული, მაგრამ ერთ ეგ ქვეყანაში რა დიხარ იმახსოვრებ, მაგრამ ზოგადად უცხო ქვეყანაში რომ მოხდეთ, უბრალოდ დაგუგლეთ ინტერნეტში და ან ChatGPT-ს კითხეთ, რა ვიცი, ან ტახოგრაფზე ჩამომიწერება ქვეყნების როგორ შევიყვანო, მაგალითად ბულგარეთი როგორაა, ბელგია როგორაა, ინგლისი როგორაა და ამოგიგდებ და ერთხელ რო გექცემა თავიდან მეც ესე მქონდა. ხო და მე კი დაამოღამებ და მე არ დაგჭირდებათ, მაგრამ თავიდან უცებ შეიძლება მაგალითად ბელგიაც არის და მე ბ-ს მე ბგ მოდის და ბგ ისა ბულგარია ესე რო ვთქვა და ბ არის ბელგია, ხო? ასევე არის ფ და მე ფრ. ასევე არის ინგლისი არის U და K, ანუ UK. ხო და UK შეიძლება იმაზე კონდეთ რამე უკრაინულ მანქანაზე არამე ზნანახი და უკრაინა გეკონოთ ეგრეც არ არის და ამიტომ თავიდან აგერევათ რაღაცები, მაგრამ ეგ არაფერი. არ მინდორველებში მივიდივარ ხენავთ. არა აქვთ აქ მოვლილი. პრინციპში ხო აქ არხია და ეს არხს ვერ გათიბავდნენ ახლა პრინციპში არა აქ მოსავალი ახლა იმიტომ რომ ამ ხელაზე არა არის თივა მე მგონი თუ რაღაც. მაგრამ პოლონეთშიც, ჰოლანდია და ბელგიაშიც, მაგრამ პოლონეთს სადაც მე დავდივარ ძალიან დიდი ხანები და ისინი აქვს, აი ფერმერობა მოგინდება კაც მოკლედ. არა ის მოგინდება მიწის დამუშავება და ეგეთ რამე მოგინდება პოლონეთში რა უყურებ ხა მე და ზოგადად მიწის დამუშავება და თან ეს ფერმერობა და ცხენები და ეს ძროხები და რაღაც ისე აქვს ჰოლანდიაში მოწყობილი აი ავიდო ძალიან მაგრა აქვს დაწყობილი და თავის რაღაც სახლებივით რაღაცეები ძროხებისთვის ძალკე ხმოვებისთვის ძალკე წინა ვიდეოში ერთხელ მოვხდი მან და ერთხელ მქონდა საშუალება რომ გადამეღო და ერთხელ გამოვაჩინე კიდევაც ეგ. აქეთ კაია მოკლედ ეგეთი რამების შალიჩი მოგინდება გაზა ჩვენთან ეხა რომ მიყურებია ამ ჩვენი მოხუცებისთვის, ბებია, ბაბუებისთვის, რავი რაც მანწვალება იყო, მიწის გაგონება არ მინდოდათო. აქ პირიქით მოგინდება, რომ აი მიწასთან შეხება გქონდეს, რომ აი რაღაცები იჩალიჩო. ნუ კაი, წავედით, ეხა გავაგრძელეთ გზა, 25 კილომეტრი დაგვრჩა სულ რაღაც. აგერ სადღაც შემოუხვია და სავარაუდოდ ამჯერად გავივლი არა ბელგიის, არამედ ჰოლანდიის სოფლებს. ნახოთ. ესპანეთში მინახეს ეს მწვანე ზოლი გინე. მეგობრებო, ეხა ეს არის ჩათვალეთ სოფლიდან სოფლის გზა. და როგორც ხედავთ, აქ საქონელი და რამე მსგავსი არ არის და არც არავის არ იქნება და არ ყოფილა მგონი არასდროს. ჩვენთან სხვანაირადაა, ხო, ანუ აქ საქონელი სადმე ნახოთ. მე აი ბავშვობაში სოფელში რომ დავდიოდი ხოლმე, რამდენჯერ გამიგია, რომ აუ მანქანამ ძროხას დაარტყა და
მოკლა და მე რაღაც ეგეთები იყო, აი 80 დავაგდოთ ეხა სიჩქარე. ალბათ რამე პატარა დასახლებაში შევალთ, ალბათ არ ვიცი, ველობილიკები ყველგანაა მეგობრებო, აი ძალიან მაგარი, აი რო არ გინდოდეს ველოსიპედით დარებას მოგანდომებენ. ისე აქვთ მოწყობილი და შუქნიშნები და რავი, თავის წესები და ისინი აქვთ მაგათ ძალკე. ხო და ადრე მე მანქანების ისიც ჰქონდა, რა ქვია. მანქანების გაქირავებაც ჰქონდა, მანქანები ჩამომყავდა, მოგეთ მანქანებში ყველაფერში ყოფილა მგონი რაც რამე არსებობს რა და. ხო და მოკლედ ტურისტული თემაშიც ვიყავი, მოკლედ და შედარებით VIP მომსახურება, ანუ ცოტა ისეთ სხვა ხალხს ვემსახურებოდი, ესე რომ ვთქვათ რა. და ბევრი ჩამოდიოდნენ ხოლმე უცხოელები, განსაკუთრებით წყვილები და დამყავდა ხოლმე რა ხანსად. თუ არა და ისე პატარა მანქანები მწყავდა, 5 მანქანა მყავდა, ვაქირავებდი ხოლმე ამ მანქანებსაც, ხო და გოგო ჩამოვიდა ერთხელ ვიღაცა ჩინელი გოგო იყო და ბიჭი იყო ის რა ქვია ამერიკიდან რა, ცოლად გაყვა ეთყობა და სადღაც წავიყვანე, აღარ მახსოვს, მე მგონი ყაზბეგში მივდიოდი და საკონელი და ის რო ნახა. გოგო გაგიჟდა მოგეთ, ანუ ეძინებოდა რა, ეხა შორიგზა რო იყო და გამოფხიზ დაუცებ რა. ასე გადაიხედა, ანუ წამოხდა უცებ და მეთქი რამე ისე ცუდად ხო არ გავატარე მანქანა რაღაც წამოხდა მეთქი არა. ნუ ეხა როცა სტუმარი გიზის თან როცა ზოგადად სხვა რო გიზის, მაშინ სხვანაირად ვატარებ ხოლმე მანქანა. ეს რა ფერმა არის, მაგალითად, ნახე რა საყვარელია. ეს ნუ სხვა რამეა რა. ეხა ის იყო ფერმა წარმოიდგინე, სახლი, ძალკე ის TV შესანახი, ძროხების ძალკე და ყოლა მე აქ ეს მინდვრების ალბათ მაგათი. ხო და კაროჩე რაღაცა მთხოვა გეხვეწები გააჩერო, მეთქი რა უნდა არა და ეს ძროხები ბევრი ესე როული და ეს კუც რო იქნება ბუზებს რო ინიავებენ მაგ პერიოდში გავდივარ რა და გადმოხდა ეს გოგო რაღაც ფუნები ხო. გადაიწყო სელფების გადაღება. მოგეთ მთელი სოფელი ის რაღაც მივდიოდი აღარ მახსოვს რა. სანამ იზა გავიარე მოკლედ გადატენა ტელეფონი დაცალა ყველა ამოწურა ფეხსიერმა იმენი ფოტოები იყო ამ ძროხებთან. ძალიან გაუკვირდა. და ერთხელ არაბეთიდან იყო ძალიან ისეთი საყვარელი წყვილი ჩამოსული რა და ეს დინარეები რო ნახეს რო ასე მოედინება ჩვენთან პერევალზე და იმაზე მოგეთ თვალები უნდა დაჭყეტილი. ძალიან უკვირდა ყველას ეგეთი რამე ჩვენთან ეხლა რა ჩვენთვის ყოველთვის ზამენი ხა სახში ონკას მოუშვებ წყალს დალევ სად არის ხა სხვაგან ეგრე არ არის ხოლმე რა თითქმის არსად არ არის ეგრე და ძალიან უკვირდათ ხოლმე ეგეთი რამეები და აქ ეგრე არ არის მეგობრებო აქ ვერაფერს ამ ძაღლს აქ თქვენ ვერ ნახავთ ქუჩაში პატრონის გარეშე ვერც საკონელს ვერ ნახავთ ხშირ შემთხვევაში ვერც გარეულ ნადირს ვერ ნახავთ რო აქ იყოს, მაგრამ არის ხოლმე ადგილები კი. ხო და ეს საკონელი და ისინი სად არიანო, ეხა იფიქრებდა სად არიან და ესეთ მინდვრებში ყავთ თვითონ შემოკავებული, ეს მთელი მინდვრი შეიძლება მაგ საკონელს დაუთმონ, ძირითადად ამ ხელას არ უთმობენ ხოლმე, ამის მეოთხეც უთმობენ ხოლმე. და არ ძაბორები არაფერი არა აქვს, ჩემ წინა ვიდეოებში მითქვია კიდევაც წინა YouTube არხის ვიდეოში და ახაც რო ესეთი პატარა ბოძები არ ჭვია, ესეთი პატარა ბოძები და ვერ ემჩნევა, ან ბოძიდან ბოძზე რა ხდება, ვერ ემჩნევა. მაგრამ საკონელი არ გადმოდის, ან ბოძიდან ბოძზე გაბმულია 1 ან 2 მავთული რა, პატარა მავთული, სადაც დენი გადის. ესეც ფერმის მსგავსი არის რაღაცა ეხა, მაგრამ ეს ცოტა ისე რა, რო არ მოგეწონება. აი ეს პრინციპში. ნახე რა საყვარელი სახლი უდგას თავს. ხო, სარწყავები აქ არხებია ძირითადად და თვითონ არხების დონეზეა ეხა ეს ჰოლანდია თითქმის ყველგან და ამ არხებიდან მეაკაჩავებენ აგერ სულ ამ დაგვარად წყავენ ხოლმე იმას რა ქვია. აი ხა ამ ცხენებს როგორც აქ ეს ერთი ლენტა გაბმული რაღაცა, აგერაც არის, აი მართულად თქვენ ეხა კაცი ვერ ნახავთ, მაგრამ იმ ლენტის ზევით მე ცხენი რო არ გადახდეს. წვრილი მართულია რა, გამჭვირვალე მართული, რომელიც ახლოს თუ ვერ მიხვედი, არ გამოჩნდება რა და დენი გადის მაგაში პატარა რა. ერთხელ რომ მივა ეხა საკონელი და რაღაცა ცხვის მიადეს ან ტვისს მიადეს პატარა შეაჟრიალებს რა. მე რო ჩვენიან იციან ყოველთვის ბაზრობენ ეხა კარგად დახვიდეთ რომ დენი დაგაწყოს დაიბრდები რაღაცა. აღარ გადმოდიან ხოლმე. თორე ისე რომ აი ზაბორები და ზაბორებში გამოკეტილი და აი ხა აქ რო არის ზაბორები მსგავსი რამე არ აქვს ხოლმე საკონელი დგას და გონია რატო არ გადმოდი, იმიტომ არ გადმოდი რომ დენია ყველას გატარებული. ალბათ რამოდენიმე პატარა ვოლტაჟი იქნება, ხა დიდი არ იქნება, მაგრამ იმას რომ გააჟრიალოს იმის საკმარისი დენია არის ხოლმე და
აღარ იმაშვებიან, აღარ გადმოდიან. მე მგონი ამ ვიდეოებშიც გითხარით ადრეც მაქვს ნათქვამი, მაგრამ სპილოს როგორ აჩერებენ ამ ხელას სპილოს ინდოეთში და იმაში ფოტოებს და რაღაცებს რო იღებენ ხოლმე, ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ, ან მოიზიოთ ეგ ინფორმაცია მოკლედ. ეს სპილო პატარა რო არის, თოგს გამოაბავენ, კაი motion თოგს და კაი motion ბოდზე მიაბავენ და ასე ზრდიან რა. ეს პატარა რო სანამ გაიზრდება, მანამდე მოკლედ ჩალიჩობს ხოლმე რომ ეს მოწყვიტო. თან ეს პატარა სპილო ძალიან ისეთი არსებაა, რა გულუფყილო და რა ვიცი თამაში უნდა და მოკლედ სუც ამცარებს რა მოკლედ. და ასე ზრდიან და ერთხელ ორჯერ ხუთჯერ და სამი თვე ხუთი თვე შვიდი თვე და მე ბოლოს ნებდება რა და ანებებს ამ ბრძოლას და მტკივა ეხა ეს ფეხიც ხო რაღაც მეც მიაწვევა. და მე ანებებს რა, მე ამ თოგს უფრო პატარას იმაშებენ და მე კარჩე ბოლოს ამხილა ამდენ ტონიანი სპილო გამოყავთ. პატარა ძაფის რაღაცას მოაბავენ, პატარა ჯოხს აი 10 სანტიმეტრიან ჯოხს ჩაარჭობენ პროსტა ეს სილაში ან მიწაში და ეს სპილოს დგას, არსად არ მიდის, როცა მაგას კი არა, მანქანას გადაულის დაპრესავს, ხო? მაგრამ უკვე იმას ტვინში ისია გამჟდარი, რომ არა რა, მე სადღაც წავალ, ხა მთელი ცხოვრება მაგას ვწვალობდი და უკვე აღარც ფიქრობ, მაგ შეეგუა მაგ მდგომარეობას, ცხოვრებაშიც რაღაც ასე არის, მეგობრებო, რომ ჩვენ რო ვიზდებით ჩვენს გარემოში, ხო, ეხა არავის არ გვყავს ჩვენიანები, ნათესავები, თორე ხა მე პირადად მithვი ადრეს და ახლაც ვთქვი, მქონდა სამსახურები, სადაც მქონდა ამ პირდაპირ გაგებით მილიონერებთან შეხება და ვისაც განაის, რომ ბევრი ფული აქვს, რო იყვიან, ბევრი ფული ვისთვის რა არის, ხო? მაგრამ იმენ აი მილიონერები რასაც ვქვია, მქონდა შეხება ბევრთან თან და სხვა ცხოვრებაა, მოკლედ რეალური ყოფილა ეგ ყველაფერი, მეც არ მეგონა თავის დროზე, მაგრამ რეალური ყოფილა. რო გავიცანი ეს ხალხი, მე ცოტა რო დაახლოვდები რაღაც საუბრები რომ მიდის, ხა მარტო საქმეზე ხო არ ლაპარაკობ, სხვა რაღაცებზე ხო ლაპარაკობ და ბევრ რაღაცებს გიყვებიან, ბევრ ამას გებულობ მაგ ადამიანებისგან სხვათა შორის. ხო და ჩვენ რო ასეთ გარემოებში ვიზდებით, მეგობრებო, რო არავინ არ ყავს ეგეთი, ჩვენს გონია რომ აი ეს მაგარი მანქანა რო დადის, შეიძლება მაგარმა მანქანამ გამოიაროს მეგობრებო და შევხედოთ რა ლამბურჯინმა ან რაღაცა ურუსმა ან რაღაცამ ჩაიაროს, რა ვიცი მე. კი უყურებ და კი ვხედავთ რომ რეალობაა, მაგრამ რაღაცა გულის სიღრმეში არ აღვქვათ მაგას რეალობა და რეალურია, ეგ ხალხი ეგრე ცხოვრობს, ჩვენს გვერდით არიან, ხვდებით? და მაგ სპილოსავით ვეჩვევით ხოლმე მეგობრებო ჩვენ ყველანი ჩვენს მდგომარეობას. ეხლა ჩემს გვერდით რო ისაა, რა ქვია, ობზანდი განაცვალ ობზანდი. ჯიგარი ხარ შენს. ძალიან სასიამოვნო ხალხია ჰოლანდიელები, რა ვიცი, ყველა კაცი, ქალი, ბიჭი, ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა, რავი, ყველა. Просто с круговым движением. მისაბელს მიათრევენ ეგრე. ეგ კატეგორია აქვს ხა მოსწავლებული. ხო და მაგ სპილოსავით მდგომარეობას რო ვეჩვევით, მე ვნებდებით მეგობრებო, გამიგეთ და რო ვნებდებით, ეს დრო გადის ძალიან მალე. თუ ხედავ ადამიანი რომ რაღაცას აკეთებ და არ გამოდის, ხა სამსახურში რო დადიხარ ადამიანი და აი რამდენს ისნობ თქვენ ვისაც აქვს 500-600 ლარი ხელფასი და რამდენი ხანია კიდე აქვს. ვიზა ჩემა მაგალითად მე რო ბავშვი ვიყავი და მუშაობა რო დაიწყოს რაღაც ქარხანაში, რაღაცა მოკლედ თანამდებობაზე დაიწყო და რამდენი წელია მოკლედ ახლა ეს ორგანიზაცია აღარა რაღაც მოიშალა, მაგრამ ეს დირექტორი და ეს ჩემი ვიზა ჩემი და კიდე ვიღაცა 1-2 კაცი მაინც დადიან ხოლმე ყოველდღე მიდიან მოდიან, ანუ იმდენად მიეჯაჭდნენ ამ სამსახურს 20 წელი და 30 წელი რაჯანდაბა მომუშავებს ერთ სამსახურში თან როცა ხედავ რომ იქ ფულს არ იხდიან, ხვდებით? 500 ლარი და 300 ლარზეც რამდენი მუშაობს. მე მქონდა სამსახური, სადაც მუშები მყავდა და 300 ლარს უხდიდნენ და ხალხი მოდიოდა და შემთხვევით გამლელები რო ხედავდნენ ხოლმე, მოდიოდა და სამსახური ხო არ გაქვს და აი 250 ლარათაც ვიმუშავებ უთქვიათ. ამას გეუბნებით ერთი აი 2010 წელი ალბათ 2012 წელი ალბათ ეგრე. ხო 2012-2013 წლები რა. ხო და თავიდან მე დავიწყე პირველი ჩემი ხელფასი იყო 198 ლარი, კი ბატონო. მაგრამ მაგას თუ შეეგუები და მან თუ დარჩებით მეგობრებო, აი როგორ ხო იმ სპილოსავით, ეხა იმ სპილოს თქვენ ხო იცით რომ შეუძლია ის თოკი მოგლიჯოს და წავიდეს. და თოკი კი არა, რა ვის პატრონიც მიიყოლოს და ირგვლივ რა მანქანებისა ყველას მოხიკავს და წაათრევს, ხო, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ შვება მაგას. ფსიქოლოგიურად უკვე ვსიო დანებებულია, შეგუებულია და აი ეს ელოდება
რას არაფერს. როდის დამთავრდება მისი ცხოვრება ალბათ. На перекрестке. მოკლედ მაგ მდგომარეობას რო შევეგუებით, ხო ეხა მე რო 198 ლარზე დავრჩენილიყავი, აი, რამდენი წელი მომუშავა, ხო? დღემდე ვერ ხვდები მეგობრებო, კი, მაშინ მარტო ხელა ბიჭი ვიყავი, ახალგაზრდა ვიყავი, თან რამე 22 წელს ვიყავი, 23 წელს ვიყავი მაშინ, მაგრამ მაინც კაცო 198 ლარი, თუნდაც ის მარტო ხელა 22 წელს რანერად ყოფნა ვერ ახვდები. ეხა ვიღაცამ შეიძლება თქვა, აი კურსი მაშინ მაღალი იყო. აფერი მაღალი არ იყო ისეთი, რომ 198 ლარით ადამიანი გასულიყავი და მე რო 198 ლარზე მუშაობდი, ეს მე მარტო ხელა ვიყავი და ჩემ მშობლებს პირიქით რაღაცას მეხმარებოდნენ, თორე არ ჭირდებოდა ჩემი დახმარება და იქ ხალხი იყო, ასაკოვანი ხალხი, ვინც მაგ ხელფასზე მუშაობდა. და ვიღაცა დააწინაურეს მაშინ მახსოვს და 220 ლარი რო გავხდა. წავიდათ იმით და ის იქის რა მოქმედა. არ შეიძლება მეგობრებო ასეც გადის ეს დრო, გადის ეხა სამწუხაროდ ვერ გეუნებით მე ვერაფერს ისეც რომ 2000 და 2500 ევროზე მეძე იყოს აქ ლაპარაკი, მეც ვერ გეუნებით, ვერ გაგიზიარებთ. მეც ბევრი შეცდომები მაქვს ცხოვრებაში დაშვებული და ეს შეცდომებს ადრევე ძახდი, თორე ეხა გამოცდილებას ვეძახი მეც მეგობრებო და იმედია ეს გამოცდილება სადღაც რაღაცა მომენტის ტალღა როგორც გეუნებოდი დაიწევა და რომ დავიჭერ, მე უკვე ამ გამოცდილებას ყველაფერს გუდას თავს მოუხსნი, გავხსნა, იმედია ესე ვარ ეხა მოლოდინში, რომ აი მარტო მოლოდინს არა, კიდე რაღაცებს ვაკეთებ და სულ რაღაცას ვაკეთებ და სულ რაღაცას ვსწავლობ და რა ვიცი, უკვე მეც დავიღალე სიმართლე გითხრათ, მაგრამ რო დანებდე რა იმის ფილოსოფიით რა იქნება, რო დანებდე ზუსტად ვიცით რაც იქნება, არაფერი არ იქნება, მაგრამ რომ არ დანებდე არის შანსები რომ გამოგივიდეს. ან არის შანსები რომ არ გამოგივიდეს, მაგრამ რაც ნამდვილად არის, ის არის რომც არ გამოგივიდეს, ცხოვრება უფრო საინტერესო იქნება. ეხლა მე რო თუნდაც საქართველოში ვიყო, საერთოდ არაფერი არ აი ტრაილერში ზიხარ ამის დედავატირე, ხო ბოლო, აი რა ჩემი ფეხებია ეს ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ეხლა მე რო საქართველოში ვიყო და თავიდან გარეუბანში ვცხოვრობდი, რა, იმ გარეუბანში ვიჯდე, იმ დანგრეული ასფალტი და რაღაცეები იყო. იმას ნამდვილად ჯობია თუ შეადრით აი ეხა აქ მე ბურალს მე რასაც უყურებ ამას. და ეხა ეს თითელი ზნაკი, ანუ მე უნდა დაუთმო იმან არა. ადამიანები, რომლებიც მოკლედ 25-30 წლის ასაკში, მაქსიმუმ 35 წლის ასაკში უკვე შენი სიტყვა ასე ვთქვათ, ნათქვამი არ გაქვს ცხოვრებაში, ხო? მაშინ უკვე ვიღაცის დახმარება გჭირდება, რომ რაღაცაში გამოძრე, თორე უკვე ძალიან ძნელია მაგის მერე გამოძრომა. ეხა უკვე ჩემი გზა, ეხა იმამ და დამითმოს. მე უკვე გჭირდებათ მეგობრებო ვიღაცის დახმარება, რომ რაღაცა უნდა გითხრათ, გირჩიოთ, თავისი გამოცდილება გაგიზიაროთ, თორე არის ადამიანები თვითონ რაღაცებს ჩალიჩობენ და რა ვიცი ზოგი 14 და 15 წლის ბავშვებს აქვთ ხოლმე კაცო მილიონები ხანდახან ამ ტექნოლოგიებში და YouTube და იმაზე რო არიან ხოლმე ბლოგერები და ვიღაცები, ოღონდ საზღვარგარეთ საქართველოს მაგის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ეროვნებასაც გააჩნია, რა თქმა უნდა, რა ბრიგინებს აგზევითო. ხო და მოკლედ ასე ვიტყვით მეგობრებო, თუ ისე ვიტყვით. აუ ტრაქტორები ყავთ, ან დაждომა მოგინდება, მე ხა რაღაც ყავდა იქ საქართველოს სამსახური მქონდა ტრაქტორები, ახლები მომიყვანა ჩემო უფროსმა, აგერ ჩამაბარა, მიხედევ ეხა შენ ამათმა მანქანები ყავდა რა, სამასვალი და რაღაცეები და ძალიან მევასწრებოდა ამ ტრაქტორები თამაში მოკლედ. ზღოლები თუ სადმე გავიდოდნენ, რაღაც საქმე არ ქონდათ, მეთქი და მიმიშნი და მეოთხრედი ხოლმე იქ რაღაცებს არა ჩემოვალება ვაფშე არ იყო ეგ ის იყო ხოლმე რა ქვია. მე უფრო ის ვიყავი რა, ზედამხედველი ესე რო. ანუ გადაუხვე მე ლაპარაკიდან და ესე რომ ვიზდებით რაღაც ჩვენს გარემოში, რომ რაღაცა არავინ ისეთი ჩვენთან არა, ფიზიკურად ჩვენც ხო ვერ გავიგებთ ვერაფერს, რომ რა გავაკეთოთ, აი რა ვიცით ახლა ჩვენ მილიონის შესახებ, როგორ ვიშოვოთ პირობითად. არაფერიც არ ვიცით, იმიტომ რომ არ გვყავს ისეთი ადამიანი, ვინც პირადად ესე იმას გიზავს, რა ქვია. და გაყვალიანებს და დროს დახარჯავს და ესე ნაბიჯ-ნაბიჯ ციას მოგცემს. მოკლედ. აი ჰოლანდიის როგორი საყვარელი სახლებია. ეხა ეს მეუნება იქ იწადიო, მაგრამ აქ ტრაილერი არაო ჯიგარო და არ მინდა ეხა გავიდე პრინციპში, იმიტომ რომ აქედანაც გზა არის, თუ აქედან შემიძლია მივიდე. ძალით რა თმინდა, ხო? ამ სკოლაზეც მეგობრებო ნახეთ, სკოლებშიც აი უბრალოდ თქვენთან დაფიქრდით, აი 11 წელი და 12 წელი რა სწავლობთ ჩვენ მაგ სკოლაში,
თუ მე გადის ცხოვრება და თქვენ ცხოვრებაში, ჩემ ცხოვრებაში თქვენი ახლო არავის არაფერი აღარ ახსოვს და 70-80% რა სკოლაში ისწავლა ის ფიზიკურად არაფერში არც გამოდგომია და არც გამოადგა და არც დაჭირდება არასდროს. აი რა საჭირო არის უბრალოდ რომ დავფიქრდეთ ერთით, ხო? ამ სკოლაში რასაც თქვენ სკოლიდან თქვენ ახლა უმეტესობას ყველა არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობას რას ჩვენ გვჭირდება რა არის? წერა, კითხვა, მათემატიკა რაღაც დონეზე, ელემენტარულ დონეზე, დანარჩენი კალკულატორები გვაქვს მაინც, ხო? ჩემ მეგობარს ვეუბნები რაღაც ესე ველაპარაკებოდი რაღაც ამ თემაზე და მეთქი მან 100-მდე რა მათემატიკა 2x2 და რაღაც ხო 100-მდე მე 100-ს მიმოწევა გამოგლებაში. კალკულატორს ხმარობ. ხოდა რეალობა ხო ეგ არის არა? აი რომელი თქვენგანი ანგარიშობთ იმას რა ქვია 12-ჯერ 7 და რაღაც ეგრევე კალკულატორს ვიღებ და ვანგარიშობთ. ხო ასე არის, აი ყველამ გულს ჩავიხედოთ რა. ხო და ნახეთ ახლა რა ხდება რომ რაზე ვიარეთ 11-12 წელი მე კოლეჯში ვიარე, მე ინსტიტუტში ვიარე კიდე აი რამდენი წელი ალბათ ჩემი ცხოვრების ნახევარი მან დავტოვე და აი რაში როცა ბევრი რამე მაქვს ნაცდელი და ამ ბევრ რამეში არც ერთში არ გამომადგა ეგ ამბავი. არც დიპლომი გამომადგა, არც მათემატიკაზე მაინც კალკულატორს ხმარობ, ქიმია არ მიყვარდა, მაგრამ ეხა უფრო დამაინტერესა ქიმიური რაღაც პროცესების რაღაც იმებმა, ასევე აქ უნდა შემოუხვიო. ასევე ფიზიკა და ზოგადად ასტრონომია და ეგეთ რამები ყოველთვის მიყვარდა და პილოტობამდე და საერთოდ ბავშვობაში იმედით რომ მე კოსმონავტი გავხდებოდი და ნუ რაღაც ჩემი წიკები ბავშვობაში მქონდა როგორც ყველას ისე რა. მაგრამ რეალურად რა გამოგვადგა მეგობრებო, აი რეალურად ვის რა გამოგადგა და ვის რა გახსოვთ სკოლის 11 კლასიდან ადრე რო იყო, ახლა 12-ია საერთოდ. ხო და ისმის კითხვა შემთხვევით ამ სპილოსავით ხომ არ გვაჩვევდნენ ჩვენს სხვა რამეებს, ვიდრე განათლება მიგვეღო ვითომ. მე მყავდა მეგობრებო ქართული რომ მეთქვა მომკლავდა ის ქალი. ქართული ლიტერატურის უნდა მეთქვა მასწავლებელი მყავდა და ქმარი მისი იყო გეოდეზიას გვასწავლიდა, სამშენებლოზე ვიყავი მე და გეოდეზიას გვასწავლიდა მოკლედ აი სამფეხი რო არ და ეს ნიველში ჩახედვა და რაღაცებს, პროექტირება და რაღაცებს გვასწავლიდა. ძალიან ნაკითხი იყო ორივე, აი ძალიან ნაკითხი იყო ორივე. ერთხელ რაღაცა ავატაინეთ მეგობრებო სახში ბიჭებმა გთხოვეს, მაშინ ეს მოსული ამბავი იყო რა, ეხა სტუდენტს თხოვ რაღაცა, აი მაშინ მოსული ამბავი იყო და რაღაცა ავატაინეთ, რა ვიცი, რაღაც საწნახელი თუ რაღაცა დალევაც უყვარდა ამ კაცს. მოტოციკლებს საროჩქა და რაღაცა და ერთი დაკუჭული საროჩქა არც მია არაზროს მოკლედ. ხო და რაღაცა ავატანი და მოკლედ თელი სახლი იყო მარტო წიგნები მეგობრებო. აი მარტო სკამი იყო ორი გასკურა რაღაცა და ერთი საწოლი და დანარჩენი იყო სულ წიგნები. აი ძალიან ყველა საკითხული ჰქონდა თან თავიდან ბოლომდე. რა თქმა უნდა მაგარია რაღაცა რო იცი, მაგრამ ერთ რაღაცა რო იცი და მე მაგას რო გამოიყენება. ცოდნა ერთია და მე გამოყენების მარიფათსაც სხვა რამე უნდა, ხვდებით? მარტო ესე არა, აი როგორც იმას რო ჩამოვარტყამე ხოლმე სათამაშოები რო აი ტუმ 7 რო დაждდება რაღაც ვაშლი ღამე. ცხოვრებაში რაღაც ასე არის, რომ მარტო ის არ გამოგადგება, ანუ ისიც უნდა დაждდეს, ცოდნაც უნდა გქონდეს. გამართლებაც უნდა გაგიმართლოს და შენი მარიფათი და მე შნო და რაღაცებიც უნდა დაემატოს, თორემ მარტო ერთი რაღაცთან, მარტო ორი რაღაცით იქ ვერ იგებენ, ხო? ასეა ცხოვრებაში. ხო და ვიცი, კითხვა ისმის ეს 11 წელი თუ მე 4 წელი რაში თო პროსტა აი რაში თო როცა ამდენი რაღაცა გავაკეთე და პრაქტიკულად არც ტრაფი არ გამდგომია, მაინც ძირითადად ჩემ ცხოვრებაში ვიზახ, თქვენ ცხოვრებაში არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა მედიცინის დოქტორია, კაცო მე ვერ გეტყვით, მაგრამ Поверните налево. და არ გაგიგვირდეთ რომ ეგეთი მედიცინის დოქტორი და ეგერ პარლამენტარი იყო და ამერიკაში წავიდა ტრაილერზე, ხო ხა ვერ გაიგებთ რა ამ ცხოვრებაში, ანუ რომელი განათლების ადამიანი საწავა. საჯანდაბაშია ეს ჩემი დასლა ბოლო აგერა ალბათ. ხო და მოკლედ ეხა მოვედი მე აქ და კითხვა ისმის რომ ამდენი რატო ვისწავლე შემთხვევით იმ სპილოსავით ხომ არ დაგვაბეს ბავშვობიდან და ხო არ მიგვაჩვიეს რაღაცებს, აი ეს საპერფარშოში მინდა მას გამე დაეტია მან რას ქვია საპერფარშოში და დაჭერგი ჯერ აი მოისმინე და მე და ითმენ ბავშვი და ერთხელ ორჯერ ხუთჯერ და მე ეჩვევი რა. და ასევე რატო ხდება რომ ბავშვი შეუშვებენ პატარა ბავშვი თოთო ბავშვი რომელიც
უნდა იმას საქმას, აი ეხლა აქ მაგას ყველანაირი კარები ტვინის გახსნილი, რომ რაც გინდა ეს ჩაწერე ინფორმაცია, მაგ დროს რა ხდება, რომ შეიყვანენ ქართულზე ბ გ რაღაცა ბავში აღიქვავს დაირეკება ეს ზარი ტვინში ურტყავს ბავშვს გაიყვანენ არ ბენებენ მე ფიზკულტურაზე პირველ კლასელს არა მაგრამ ცოტა შენ მესამე მეხუთე კლასელებს ხო არის ხოლმე ფიზკულტურაზე დააღლილი გაოფილი ბავში გამოაგდებენ შეაგდებენ იმაში რა ქვია შეაგდებენ იმაზე ქიმიაზე მე ქიმიდან გამოაგდებენ უკითხავენ ისტორიას და მოგეთ მაგიტომაც ვერი მახსოვს მაგიტომაც არ გვახსოვს არავის არაფერი თორე დღეს რო ასწავლო 1-3 თვე ბავშვს მათემატიკა მარტო მე 3 თვე მარტო კითხვა წელიწადზე მეტი არავის არაფერი არ დაგჭირდება რა ჩვენ გვისწავლია რეალურად და აი მოკლედ სხვა რაღაცებზე რო არ გადმომედი ცოტა სხვანაირად ხომ არ არის ეს ყველაფერი მეგობრებო მოწყობილი მე მხოლოდ ამის თქმა მინდა და ცოტა სხვანაირად თუ არის მოწყობილი ჩვენ რაც გვიცხოვრია ეგრე ფაქტია რომ არ გაამართლა თორე ხა რომელი თქვენთაგანი და გინა მე ხა კმაყოფილი ვართ რაც გვაქვს იმითი ან ჩვენი ცხოვრება როგორ შევაფასოთ მეგობრებო ერთ პატარა ლაიფხაზს გეტყვით თუ გინდათ გახსენით თქვენი მობაილ ბანკი ან რაღაცა შედით ანგარიშზე და ნახეთ რამდენი გაქვთ ფული ზეთ აი ეგ არის თქვენი ცხოვრების ფასი სამწუხაროდ ზოგს 100 ლარი აქვს ზოგს 1000 ზოგს 100000 და ზოგს საერთოდ არაფერი არ აქვს და სესხილ ფიქსირდება გადასახდელი როა ხო არის ასე არა სამწუხაროდ არის მეგობრებო სამწუხაროდ ასე არის და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი გამომდინარეობს საიდან რომ თავის დროზე ჩვენ ყველა მივიღეთ ის გადაწყვეტილებები რის გამოც ახლა მე მაგალითად ვზივარ აგერ თქვენ თქვა სადღაც ვიღაცა ეგერ ზევით დაფრნავს იმაში რა ქვია თვითმფრინავში რა სხვისი ბრალი ყოველთვის მე არ ვიცნობ ადამიანს რომ ვიღაცას არ აბრალებდეს აი ქვეყანაში ასეა და ისეა მეც მაგ კატეგორიაში ვიყავი რო არ მოგატყუოთ მე ზუსტად მაგ კატეგორიაში ვიყავი მეგობრებო მაგრამ არავის ბრალი არა სინამდვილეში არის ჩვენი ბრალი არავის იარაღი ჩვენზე არ დაუდია მეგობრებო და არ უთქვია რომ აი შენ ხა პრავა აიღე და წადი იქ ხო მე მქონდა საქართველოში არჩევანი რომ გამეკეთებინა ან ეს ან ამეღო ის რა ქვია ეს კოდი 99 წამოსულიყავი აქეთ ვერ გეტყვით ხვალდაზე რა ეს საქმე რას მოიტანს და იქ რო დავრჩენილიყავი რას მოიტანს მაგრამ ფაქტია რომ იქ არჩევანი მქონდა მე და გავაკეთე ამაზე შეიძლება იქ ანუ ხო ხდებით ანუ მე იმის თქვა მინდა რომ არჩევანს ჩვენ რასაც ვაკეთებთ იმის შედეგი გვაქვს ჩვენ და მე შეგვიძლია ანგარიში შევხედო და ვნახოთ ჩვენი ფასი ფინანსურად თქვა ჩვენი ფასი რამდენი არის და ასევე ამას ვიტყვი მეგობრებო რომ არიან ადამიანები კატეგორია რომლებიც ნადირობენ სხვა ადამიანებზე რა უბრალოდ არიან პროფესია ასეთი რომ მაგალითად Google-ში ვიღაცა მუშაობს ხო ან რაღაცა სხვა ამ კომპანიაში და არიან ტიპები რომ პროფესიონალებს ეძებენ თავაზობენ მეც და ამაში ფულს იღებენ ეგენის რომ ისინი გადმოიბირონ თავიანთ სამსახურში აქ და აქ დააწყებინონ მუშაობა ეგეთი პროფესიები არის ხოლმე რა ხო და ოღონდ ის იქამდე შენ ადამიანი თირთად IT-ზე ვლაპარაკობ ხა IT სფეროზე რა შენ რომ ამაში მიხვიდე რა ქვია ეგ მაგ ტიპი მაგამდე რომ მივიდა და $15000 ხელფასი და $20000 შენ რომ მაგამდე ვიღაცა გაზარდო მაგას წლები ჭირდება და დრო ხო ფულია ყველასთვის არა ამიტომ ურჩევნიათ ის ტიპი დახარჯონ ფული სხვა ხარჯები დახარჯონ და გადმოიბირონ და გადმოიყვანონ ასევე იმ კომპანიასაც ყავს რომ ისინი ამათ ეჩალიჩებიან ესენი და გავარჩე ესეთი ფარული ბრძოლა მიდის ესე ვთქვათ ერთმანეთში ხო და ესენი ნადირობენ პროფესიონალებზე მოკლედ აი კითხვა ისმის მეგობრებო თქვენზე ვინ ნადირობს აი ვინ ნადირობს თქვენზე რომ ბევრი ფული გადაგიხადოთ რატო ხდიან იმათ იმიტომ რომ რაღაცა განსაკუთრებული იციან და თქვენ რა იცით მეგობრებო განსაკუთრებული ჩვენ რა ვიცით კარგი მე განსაკუთრებული ხარ იმასთან შედარებით ვინ სტაჟორია თქვა ვიციეს და აი ეს ვიცი იმასთან შედარებით ხო და ჩემზე ეხა მაგალითად 3 წლიანი გამოცდილები და ყველა საბუთით უკვე ჩემზე თქვა ესე ნადირობა იმათ ვერ შევადრი რა თქმა უნდა თავს მაგრამ ყველა კომპანია შემიძლია მუშაობა დავიწყოს სადაც ჩემი საბუთები და ჩემი ენა შემიწყობს ხელს ხო ჩემი ენის ცოდნა დონე ხო და მე უფრო ადვილად დავიწყებ ეხა ევროპაში სადმე მუშაობას თუ დამწყები რომელიც დღეს იღებს პრავას ხო ანუ განსხვავება ხო არ და ამიტომ კითხვა ისმის თქვენზე ვინ ნადირობს და რა იცით განსაკუთრებული ანუ ადამიანები აი მე მაგ თქვა ფული და მინდა რომ გადაგიხადოთ თქვენ აი რატომ უნდა გადაგიხადოთ თქვენ ფული განსაკუთრებული რა იცით აი ხა არ ვიცი ეს ადამიანი ვინა რა ღმერთმა მშვიდობა მიცეს მაგრამ
აი ეს ამ ადამიანისგან თქვათ, როგორ განსხვავდებით ჩვენ, ხო? ეს შეიძლება ვახში მილიონერიც იყოს ან ბიზნესმენი ვერ გაიგებ. ამ დროს ჰოლანდიაში ძაღლი დაგულავს ვიღაცა. ესე იგი მაგარი კაცია. ნუ ხუმრობ ეგრე არაა, მაგრამ მაინც. ან ჩვენ თუ სხვა რამე არ ვიცით, რაც ჩვენ გვწოდნია, რა ჩვენ ვიცით, იმაში კი იცით რა ფულსაც გვიხდიან ყველამ, ხო? მაგრამ ჩვენ თუ ცოტა სხვა რამე ვიცით, ხო? მაშინ მეტ ფულს გადაგვიხდიან. ჩვენ თუ დეფიციტურია ბაზარზე, ისეთ რამე ვიცით, კიდევ უფრო მეტ ფულს გადაგვიხდიან და ასე შემდეგ, ხო? ხო და როცა არც ენა არ იცი, არც ის არ იცი, ეხა ერთ ადამიანად ამირეკა კაცო და აი ღმერთმა ყველა მშვიდობა მიცეს, მაგრამ პირდაპირ მეუნება ის ვიდეო რო ჩავწერე პირდაპირ მითხარით ხო? ძალიან პირდაპირ მითხრა ყველაფერი. გამაგიჟებთ მოკლედ. მარჩო მეზარებაო ეს სწავლაო, კოდის და რაღაც და მე სხვა შილებაო. ეგრე პირდაპირობაც არ იყო ეხა საჭირო. თუ გეზარება სწავლა და თუ ახალი რაღაც გაკეთება არ გინდა კაცო, ვერ იზამ, ანუ აქ მარტო ხარ მეგობრებო, აქ ხართ აბსოლუტურად მარტო რა. ზოგადად ცხოვრებაშიც მარტო ვარ თუ კარგად დაფიქრდებით, მაგრამ აქ მით უმეტეს მარტო ხართ მეგობრებო. და თუ იგეზარება სწავლა და რაღაცა ნავიგაციის დამოყანება და ტახოგრაფი და იმის სწავლა, რას აპირებთ აი უბრალოდ აქ მე ვერ ხვდებიდო. ხო და მოკლედ, რავი, ძალიან გამიგზელდა სიტყვა, ბევრ რამეზე შეგიძლია მეგობრებო გესაუბროთ, სამწუხაროდ ის აბედნიეროდ ეს ცხოვრება სხვანაირი არ ყოფილა ეგეთი იქიდან რო ჩანდა და თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით მეგობრებო, გეუბნებით რომ ეს ფილოსოფიით ნუ შევეგუებით იმ მდგომარეობას, რაში ჩვენ დავიბადეთ, გავიზარდეთ და ასე შემდეგ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, უბრალოდ მეტი ასაკის ადამიანს ის ჯანმრთელობაც აღარ უწყობს ხელს, ის დროს რაღაცა თქვა რომ გათვალო რომ აი 5 წელს რაღაცას გავაკეთებ 10 წელში შეიძლება ზოგი უკვე 60 წლისა და 70 წლამდე რაღა უნდა გათვალოს, ხო? სად ეხა 20 წლის ბიჭი რო დათვლის და აი 100 წელზე აწყობს გეგმას და სად რო 75 წლის კაცი დათვლის და გეგმას აწყობს, ხო? არის სხვადასხვა ფაქტორები, მაგრამ შეგუება არ შეიძლება ყოველთვის სხვა რაღაცას სადეთ, ნუ წამოხვალთ კაცო ამ ტრაილერზე, მაგრამ სხვა რაღაცას სადეთ, იქ ნუ დარჩევით მეგობრებო, სადაც ხართ. ხშირად ახედეთ ხოლმე თქვენ ბანკის ანგარიშს და ნახეთ რომ რამდენი გაქვთ ფული ზედ. ანუ თქვენი ცხოვრება დღეს თუ 100 ლარი გაქვთ და ხვალ 1000, ესე იგი თქვენი ცხოვრების რაღაცა დონე აწიეთ. ის კი არა რომ ხელფასი არ ვიღდა დღეს 1000 მაგ და 1 საათში აღარ, მაგრამ ზოგადად გეუბნებით რა. ერთ-ერთ გზას კიდევ ვიძახი რომ აგერ გთავაზობთ მეგობრებო და ოღონდ ცოტა ისეთებ მეზარება და რაღაცები. მოკლედ. ხო ნუ მოკლედ, რა ვიცი, გამგები მოკლედ გამიგებს მეგობრებო და თუ რაღაცა ვერ გაიგეთ ან რაღაც სხვანაირად გაიგეთ მე მხოლოდ კაი მიზნები მაქვს მეგობრებო და მინდა რომ ყველამ თქვენს და პირველ რიგში ჩემ თავს ეხა თქვენ რო გელაპარაკებით ამ დროს ხო არ გონიათ რომ მარტო თქვენ გელაპარაკებით, ჩემ თავსაც ველაპარაკებით, ჩემ თავსაც ვიმეორებ რაღაც მასალებს ჩემს თავში ან ჩემ თავსაც უხსნი ხოლმე რაღაცებს და ამიტომ თქვენს გელაპარაკებით და ჩემ თავსაც ველაპარაკები მეგობრებო და ყველას ურჩევ რომ ადგილზე ნუ დავრჩებით. არ არის ადვილი, მაგრამ უბრალოდ შეგუებას და დარჩენას და იქ სადღაც ჯობია ბევრ რამე ცადოთ. შეიძლება ვერაფერს ვერ მიახციოთ, მაგრამ მრავალფეროვანი და ის ვერ მიუღწეველი ცხოვრებას ბოლო-ბოლო უფრო საინტერესო იქნება. და ერთმა ბიჭმა მითხრა, არა ვარ კაცო თურქეთში არა ვარ ნამყოფიო და ბოლო-ბოლო მე იმას მაინც ხო ვიტყვიო რომ აი 20 ქვეყანაში ვარ ნამყოფიო და ნუ ყველაზე მინიმუმ შემთხვევაში ბევრად საინტერესო იქნება ცხოვრება. თუნდაც არაფერი გამოგვიდეთ, ყველას გისურვებთ რომ ყველაფერი კარგად გამოგხსოვდეთ და ყველაფერი კარგად ყოფილიყოს მოკლედ. აი, წავიდე ხომ მე იმაზე რა ქვია. დაწვეს.